რომელიც ქვეყნის და ხალხის ღალატს ყალბებშიდობით ყიდა, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის დაცვას რეალურად გადააყოლა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება და 100,000-ობით მოქალაქე, რომელიც ჯერ ინტერნეტის გარეშე დარჩა, სრულიად თითქმის და ახლა უკვე გაზის. ამ დროს შინაგანსახმელთა სამინისტრო, რომლის ვალდებულება აპირდებდა სტრატეგიული ობიექტების დაცვა, დასდევს მშვიდობიან მომიტინგეებს, ცემს და აკავებს სტუდენტებს, ისევე როგორც აჯანყებს პროტესტის გამხდრის გამო. მოვიდეთ აქ ქრონოლოგიას, რომ მივიღეთ საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერი MAPTI 27 იანვარს თავის განცხადებაში გამარტავდა, რომ მის 3 მილიონზე მეტ აბონენტს ინტერნეტი გაეთიშა და საეჭვო დაზიანება იყო აჯარის ტერიტორიაზე, რაზეც მიმართა კიდეც შესაძლოა გამოძიებისთვის, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია რა მოიმოქმედა შინაგანსახმელთა სამინისტრომ, რომლის ვალდებულებაც არის სწორედ სტრატეგიული ობიექტების დაცვა და დადგა თუ არა რაიმე შედეგი ამ საეჭვო დაზიანების შემდგომ განსაკუთრებით დივერსიის მიმართულებით. აგერ უკვე ახლა ცხრათები, რომ ცენტრალური გასადები სავარაუდოდ მესამე პირის მიერ იქნა დაზიანებული, როგორც განცხადებაში ვნახეთ. ვინ არის მესამე პირი, კაც შუმა არ იცის, თუმცა გაზმომარაგების გარეშე 150,000-მდე აბონენტი დარჩა ქალაქში და ასოთი კითხვაზე თუ ვინ დააზიანა და ხომ არ ქონდა ადგილი დივერსიას, ამაზე დღემდე არ არსებობს პასუხისმგებელი განცხადება შინაგანსახმელთა სამინისტროსგან. თუ კი ვიღაცა მესამე პირს შეუძლია ზამთარში გათხოვის გარეშე დატოვოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხასვლა ნაწილი, შეაჩეროს ბაღების, სკოლების, საწყობების და მათ შორის სხვა სტრატეგიული ობიექტების მუშაობა, გასაგებია რომ ქვეყანაში ძალიან ცუდად არის საქმე, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და გამოდის რომ თეორიულად დივერსანტთა სამკაციან ჯგუფსაც შესწევს ქვეყანაში დედაქალაქის გაჩერება, იქნება ეს გაზი, წყალი თუ დენი, ან კოლაფსის გამოწვევა. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიული ობიექტების დააქცევს ყველა იმ შენობა-ნაგებობას, ისევე როგორც ყველა იმ გზას, რომელიც მისი რეჟიმის უსაფრთხოების დაცვისთვის არის აუცილებელი, თუმცა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ სტრატეგიულ ობიექტების დაცვა რეალურად განახორციელოს და მოიხმაროს ყველა იმ რესურსს, რაც თბილისის ქუჩის დაცვისთვის საკუთარი ძალაუფლებით სჭირდება და მართლა სტრატეგიულ ობიექტებს დაუწყოს ტოვებს. ამიტომ ივანიშვილის რეჟიმს მინდა უთხრა, რომ მშვიდობისკენ წარსვა, იმით კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ დაუცველყავდეს ქვეყანა და საკუთარი ხალხი, არამედ იმით, რომ მაქსიმალურად დაიცვას სტრატეგიული ობიექტები და მათ შორის მოქალაქეების ინტერესები და გაზარდოს მედეგობა და ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი, აბსოლუტურად საპირისპიროს მოწმობს. მოგესალმებით. უკვე მესამე დღეა, რაც თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე. გაზის გარეშე, ანუ გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩენილია თბილისის მოსახლეობის არა მხოლოდ უდიდესი ნაწილი და ეს იცით რომ ეხება ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსახლეობას, არამედ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები, როგორც არის საბავშვო ბაღები, სკოლები, კვების ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოცნების არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არა მხოლოდ უპასუხისმგებლობას, არამედ იმ დიდი და გაცილებით სერიოზული რისკების საფრთხეს, რაშიც შესაძლოა ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეიძლება შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა ზაფხულშიც, როდესაც თბილისის მოსახლეობის ასევე უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად ყოველი მეორე თბილისელი შუა ზაფხულში პაპანაკება სიცხეში დარჩა სასმელი წყლის გარეშე და მაშინაც დაზიანდა სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობის წყალსადენი და დღეს მივიღეთ ანალოგიური სტრატეგიული მნიშვნელობის უკვე ბუნებრივი აირის მაგისტრალის დაზიანება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოცნებას აღარ შესწევს უნარი რეალურად იზრუნოს ქვეყნის ნამდვილად სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოებაზე და ის არის გადაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის მოძალადე რეჟიმად. ჩვენ არ გვახსოვს თბილისის მერის არც ზაფხულში გაკეთებული განცხადება და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და რა თქმა უნდა ის დღესაც გავლობის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, გაზის გარეშე და ის ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდეს მომხდარზე, უხსნიდეს მიზეზებს მოსახლეობაზე, რაც მთავარია საუბრობდეს მომავალში
ანალოგიური რისკებისგან დაცვის პრევენციულ მექანიზმებზე, დღეს ეს არის დაკავებული, როგორც მოგესალმებათ ჩვენი დასავლელი ევროპელი პარტნიორების ლანძღვით და ამ ეგრეთ წოდებული მოძალადე ხელისუფლების დაცვით. ის ეგრეთ წოდებული მესამე პირი, ვისაც აბრალებს და ვისაც გადააქვს ისრები ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ პირველ რიგში არის სწორედ ოცნება, რომლისთვისაც შეიძლება სრულად უწყინარი ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტი შენობა შესაძლებელია იქცეს სტრატეგიულ ობიექტად იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხეს უქმნის პერსონალურად ივანიშვილს და რეალურად სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები კი დატოვოს გაუცვლელად. ამიტომ ვეკითხებ თბილისელებს, კვლავ სრულად ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში იყოს ჩვენი ქვეყანა. და რადგან არ სრულად, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი პროტესტი ხელახალი არჩევნების დასაწყისში. პრემიერის კითხოს და გასცემის საკანონმდებლო ცვლილებებზე გითხავთ. ქართულ ოცნებაში დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან არ დამორჩა ელჩთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ცვლილებების მიღებასაც. მართალი გულის კრიტიკის ფონდზე რა მოვლენები არსებობს, იქნება თუ არა დიპლომატიური კორპუსი ქართული ოცნების ცვლილების ამაზე. ამაზე გეპასუხებთ ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მეგობრის არადამოხიდებაზე და ნამდვილი მტრის მეგობრად ქცევაზე მუშაობს, ამას მოწმობს უამრავი ფაქტი, თუმცა ახალი სეზონი თავდასხმების ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მათ ახალი ენერგია სჭირდებათ იმისთვის, რომ მტრად სწორედ დასავლეთის შერაცხონ არსებობს საერთაშორისო კონვენციები და საერთაშორისო სამართალი, რის თანახმადაც ყველა ქვეყანაში მუშაობენ ელჩები და მათ თავდასხმის ეს ახალი ხაზი სხვა არაფერი არ არის, თუ არა საკუთარი ქვეყნის მტრობა და იმ სუვერენიტეტის დაცვის მტრობა, რაზეც დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და არაღერების პოლიტიკა იდგა შესაბამისა და რაკამის მათამა დაწერონ, ეს კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს მტრობის გაგრძელება, საქართველოს მარადიული ინტერესების დაზიანება და ღალატი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ოკუპირებულ სახელმწიფოში ისინი სამხუძველს რეალურად აცლიან სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის იმ პრინციპს და იმ ღირებულებას, რომელიც ესე ყალბად არჩევნების პერიოდში იქნა გამოყენებული სწორედ ამ სუვერენიტეტის აფასებისათვის.